მოგესალმებით. დღეს ოთხშაბათია, ჩვეულებრივ 21 საათზე ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორგიძესთან ერთად. ოთხშაბათს ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ მე ძირითად დროს დავუთმობ ამ გადაცემის მსმენელების, მაყურებლების კითხვებს. გითხრათ სიმართლე ძალიან საინტერესო კითხვებია. და მოდით თქვენი ცნებართვით მე ახლა შევდგები ამ საქმეს. წინა გადაცემა ნახა 35,000-მდე ადამიანმა, ეს ფანტასტიკურად კარგი მაჩვენებელია. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ადამიანთა უდიდეს უმრავლესობაში ერთადერთი კაცი აღმოჩნდა. მეორე იყო, მაგრამ უკან დაიხია სახელად ანონიმი, მაგრამ ეს არის ფსევდოქართველი ალექსანდრე ქართველი, რომელიც შეფასებებს აკეთებს, შემდეგ ორ ძალიან გონიერ ქალბატონს დაეტაკავ, რომ იტყვიან, ამოდო, ესე იგი ამ დროს არანაირი პრორუსული განწყობა რა აქვს, ისინი საუბრობდნენ, მსჯელობდნენ იმ რეალობაზე, რაც რუსეთთან უნდა დაალაგდეს და ყველა პრორუსი, ესე იგი ჯოჯოხეთში დაწვა. მერე დასავლეთში მასონებს და ამ რომ იტყვიან ვიღაცებს დაეტაკა და ჩემი გადაცემის თაობაზე კი დაწერა, რომ ამ საბჭოთა მენტალობის პირობებში მშვენიერი ანალიზია. ეხლა რა მინდა, იცით, მე ქუთაისში დაბადებული გაზრდილი ვარ და ეხლა ალექსანდრე ქართველი, ეს ანონიმი, ფსევდოქართველი, ეს ლაჩარი და არარაობა, რომელიც ქალბატონებთან ქცევის ელემენტარულ ნორმებს ვერ ფლობს, პირდაპირ ვეტყვი, რომ მაპატიებთ და თქვენ ინტელექტს ვენდობიდეთ, თორე ამას არ ვიტყოდი. ერთი შენი პატრონი დედაც. შენაირი ქართველების გამოა ეს ქვეყანა, რომ ამ კატასტროფაში არის. მოკლედ ეს პატარა შესავალი არის და დანარჩენი გავაგრძელოთ საუბარი. რამდენიმე კითხვა იყო, რომელთაც მე შემიძლია დავიწყო. ეს პირველი ის, რომ მე მთხოვა ერთმა ძალიან სწორი და კარგი კითხვა, რაც იტყვით ივანე ჯავახიშვილის ნაწარმოებზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. რა კი მე სულ უახლოეს ერთ კვირაში, 10 დღეში ცალკე გადაცემას გავაკეთებ და ფუნდამენტალურად განვიხილავ, თუ რატომ არის რუსოფობია ან დასავლოფობია, საერთოდ ნებისმიერი ფობია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მქონე მოქალაქისთვის სრული კატასტროფა, თუ ჩვენ წარსული მოვლენებიდან ვიმსჯელებთ და არ გავითვალისწინებთ იმათ, რომ კოორდინატთა სისტემა შეცვლილია და რა კი შენ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო გაქვს, შენ ვალდებული ხარ ამ სახელმწიფოს მომავალზე იფიქრო, იმიტომ რომ დღევანდელი კოორდინატთა სისტემის მოცემულობები და წარსულის მოცემულობები აბსოლუტურად არათანხმდრილი ერთმანეთთან. ამიტომ რაიმე ფობიური განწყობები, ეს არის ზუსტად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხალხს უსვამ ნებისმიერი ფობია, იმიტომ რომ ფობია თავად არის გაუნათლებლობის შედეგი, ფობია არის იდეოლოგიური წნეხის შედეგი. დააკვირდით ევროკავშირს. თუ ევროპის ისტორია კარგად იცით და მე ძალიან კარგად ვიცი, ისინი საუკუნეების განმავლობაში ჟლეტდნენ ერთმანეთს. შემიძლია ვესტფალიის ზავამდე გესაუბროთ რა იყო, შემიძლია ვესტფალიის ზავის შემდეგ გესაუბროთ, შემდეგ გესაუბროთ რა იყო და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა შეიცვალა და ადამიანები მიხვდნენ იმას, რომ თანამშრომლობაზე უკეთესი არაფერი არ არის. თუმცა ევროკავშირს სხვა პრობლემები აქვს, მაგრამ მე ფაქტის სახით მომხავს. ესე იგი, მოდით პირდაპირ გეტყვით, ივანე ჯავახიშვილის ეს ნაწარმოები გითხრათ სიმართლე, დააკვირდით თარიღს, როდის არის დაწერილი, 1919 წელია.
სიტუაცია გასაგებია, განწყობები გასაგებია, ამიტომ მე ამ სტატიას დეტალურად გავარჩევ, გეტყვით ჩემს მოსაზრებებს, რა არ არის აქ შეგნებულად განხილული, იმიტომ რომ ამ სტატიას მაინც კონკრეტული მიზანი ჰქონდა და იმ ხელისუფლებისთვის გარკვეული საფუძველი უნდა ყოფილიყო მოქმედებისა, რო კი ხელისუფლების მოქმედების შედეგები კატასტროფულია, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს სტატიაც გარკვეულად კონjunktურული იყო და ეს სულაც არ მინდა ამითი შეურაცხყოფა მივაყენო შესანიშნავ ადამიანს და ძალიან დიდ ისტორიკოს, მაგრამ უნაკლო არაფერი არ არის, მე ისევე შემიძლია გითხრათ, რომ მისი ნაწარმოებების მეოთხე-მეხუთე ტომი, რომელსაც ჰქვია ეკონომიკური ისტორია, არანაირ ეკონომიკურ ისტორიას არ წარმოადგენს და ეს ორი ტომი სულაც არ შეესაბამება დიდი ივანე ჯავახიშვილის მეცნიერულ დონეს, იმიტომ რომ ეს სფერო მისთვის უცნობი იყო. მან ეს სფერო უბრალოდ კარგად არ იცოდა, ამიტომ მან ვერანაირი ეკონომიკური ისტორია ვერ დაწერა, ნაცვლად ამისა არის თუ სად რომელ რეგიონში რა მცენარეები ხარობს. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად საინტერესო ინფორმაცია, მაგრამ ესე იგი შევთანხმდით, რომ არ გავაგრძელო. ჩვენ რუსოფობიაზე, დასავლოფობიაზე და ივანე ჯავახიშვილის ამ სტატიაზე უახლოეს ადრესში მე ცალკე გადაცემას გავაკეთებ და დეტალურად ავხსნი ყველაფერს. მეორე ძალიან საინტერესო იყო აგრეთვე რაც იტყვით ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ დოქტრინაზე. თქვენ მეტი არაფერი არ გიწერიათ, მაგრამ 2025 წელს შეერთებული შტატების კონგრესს არანაირი დოქტრინა არ მეუღია, ისევე როგორც არ მეუღია 2024-ში პრეზიდენტის გამარჯვების შემდეგ. თქვენ ალბათ გულისხმობთ იმას, რაღაც მემკვიდრეობის ფონდი, ანუ Heritage Foundation, რასაც ქვია, მის ცნობილ მოდით რომელი წელი 2023 წლის პროექტია, ძალიან დიდი პროექტი, რომელსაც ქვია მანდატი ლიდერობაზე კონსერვატული დაპირებები. ეს არ არის ჯერ მიღებული. მაგრამ აქ არის მომენტები, რომელსაც ნაწილობრივ ტრამპიზმი არ აღიარებს, მაგრამ არის მომენტები, რომელიც ფაქტურად ტრამპმა დაიწყო კიდეც. კერგოთ ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი რომ იტყვიან მიმართულება იყო, რომ სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის გაძლიერება და ასე შემდეგ. ტრამპმა ფაქტურად მასკის მეშვეობით ამის კეთება დაიწყო, თუმცა შუაგზაზე შეჩერდნენ, თუმცა ნაბიჯი სერიოზულად იქნა გადადგმული. სხვა ყველაფერი საგარეო და ასე შემდეგ, ეს არ არის ჯერ დოქტრინალური ფორმით ჩამოყალიბებული. ჩვენთვის ცნობილია ორი დიდი დოქტრინა, რომელიც იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრელი. ეს არის ერთი მონროს დოქტრინა, ესე იგი ამერიკელებისათვის ამას მოყვება თავისი გაგრძელება და მეორე იყო ტრუმენის ცნობილი დოქტრინა, რომ ყველაფერი საგარეო პოლიტიკაში უნდა მიმართულიყო ის, რაც საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ იქნებოდა და აი ეს ყველა ეგრეთ წოდებული პერებეშჩიკები იქნებოდნენ თუ ეს დისიდენტები და ასე შემდეგ 100 მილიონი იქნა გამოყოფილი 1947 წლისთვის, როცა ეს დოქტრინა იქნა მიღებული, კოლოსალური თანხა იყო და ამან იმუშავა კიდეც ათეული წლების განმავლობაში, თუმცა ფული არასდროს მოკლებია ამ საქმეს. ასეთი სახით დღეს ჩამოყალიბებული დოქტრინა არ არის. შეიძლება ჩვენ ამას ვუწოდოთ ტრამპიზმი, ანუ ამერიკა ვაქციოდ კვლავ დიადად, ხო? მაგრამ საკანონმდებლო ფორმა მიღებული არ აქვს და ეს ორი თქვათ მემკვიდრეობის ფონდის შექმნილი და ტრამპის მიერ წარმოთქმული მთელი ეს კონცეფციები მთლიანობაში თანხმედრაში ერთმანეთთან არ არის. ამიტომ დაველოდოთ სხვა ყველაფერს. აი ოფიციალურ დოკუმენტში რაც წერია, ეს იყო როდესაც ინდოეთს უმატებდა ტარიფებს, იქ პრეზიდენტის დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ ამერიკის უსაფრთხოების ნომერ პირველი
საფრთხე რომ იტყვენ, ეს არის რუსეთი. და შემდეგ თქვენ იცით რომ მოხდა საოცარი შემოbrunება ალიასკაზე, შეხვედრაზე, სადაც მოდით დამატებით გეტყვით რომ წასვლამდე რუსეთის პრეზიდენტი ესაუბრა ბრიქსის ყველა ლიდერს ძალიან დეტალურად. ჩამოსვლის შემდეგ ყველასთან ჰქონდა დეტალური საუბარი. აი ერთ-ერთი კითხვა დედოლარიზაციასთან დაკავშირებითო რას იტყვითო ამ შეხვედრაზე იყო თუ არა ამ შეხვედრაზე მთავარი რაც გააკეთა პუტინმა აშკარად ჩანს რომ მან შეაჩერა ყველა ეს სანქცია რომელიც ბრიქსის ქვეყნებისკენ იყო მიმართული და ამაზე ძალიან ღია მადლობა გადაუხადა მას ძალიან გონიერმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მოდიმ გუშინ წინ მას საუბარი ჰქონდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ძალიან ჭკვიან პრეზიდენტთან, ასევე სხვათა შორის, ასევე ბრაზილიელებთან ჰქონდა საუბარი და ყველასთან ჰქონდა. ესე იგი, საუბარი არის მნიშვნელოვან რაღაც შეთანხმებებზე, გლობალურ შეთანხმებებზე, რომლის შესახებაც ცნობილი არ არის, მაგრამ ირიბად ისმის ყველაფერი. აი, ცნობილი გახდა ისიც, რომ ExxonMobil დაბრუნდება რუსეთში, ეს არის უზარმაზარი ნავთობკორპორაცია, იგი ფლობდა 30%-იან წილს უზარმაზარ პროექტში, რომელსაც ქვია სახალინიელი და ერთი და რომელსაც დიდი გავრცელება აქვს, იგი იძულებული იყო გასულიყო ამ პროექტიდან და საერთოდ წასულიყო რუსეთიდან, მისმა ზარალმა ამ აქციის შედეგად შეადგინა 4 მილიარდი 600 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ამერიკული მასშტაბებითაც კოლოსალური ფულია, ამიტომ დაბრუნება ნიშნავს დიდი ბიზნესის განახლებას და რამდენადაც ცნობილი გახდა ამერიკელები მოხსნიან ყველა სანქციას, რომელიც უკავშირდება ExxonMobil-ის საქმიანობას რუსეთში, რომაც ხელი არ შეეშალოს. აი ეს შემიძლია გითხრათ დედოლარიზაციაზე და ასეთებზე არ არის მთავარი იყო შეჩერებული იყო ის რომ იტყვიან ტრამპის ძალიან სერიოზული აგრესია ბრიქსის ქვეყნების მიმართ ეხლა დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგი კითხვა რომელიც არის უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველოს 3-3 ფორმატში მოდით ასე გავაკეთოთ. თუ თქვენ გთავაზობენ რაიმე ახალ სახელმწიფო წარმონაქმნში გაერთიანებას, ცხადია საქართველოს დღევანდელი გადასახედიდან არავინაირ გაერთიანებაზე არ უნდა წავიდეს. მათ შორის არ უნდა წავიდეს ევროკავშირის წევრობის შესახებ იმ ყოველდღიურ პროპაგანდაზე, აი დღესაც მე დამაინტერესა რა იქნებოდა, ჩავრთე ეგრეთ წოდებული იმედის საინფორმაციო არხი და პირველი 15 წუთი თუ 20 წუთი ისაუბრეთ ევროპაში როგორ გაწევრიანდებიან და რამდენად დიდებულები არიან, რამდენად გადაუსწრეს ევროპის ყველა ქვეყანას და მეხუთე ადგილზე არიან სასამართლო დამოუკიდებლობით და ასე შემდეგ. გასაგებია, ახლა არ მინდა ამის შეფასება, იმიტომ რომ უტიფრობის დონეა, მაგრამ სხვა დროს იყოს ფორმატი, ნებისმიერი ფორმატი, დიალოგის ფორმატი არის ან მეზობლებს შორის ურთიერთობა და 3-3 არის მეზობლებს შორის ურთიერთობა, დიალოგი, სხვა არაფერი 3+3 არ ნიშნავს რაიმე ახალ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. თუ გინდათ სხვა ფორმატი იყოს 2+1 აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს ფარგლებში მოლაპარაკება, თუ გნებათ 1+1 მეზობლებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ყველა ფორმატი პოლიტიკური თვალსაზრისით გამოსაყენებელია, იმიტომ რომ ეს ფორმატი საშუალებას იძლევა დაჯდეთ და ყველა პრეტენზიები, ყველა რომ იტყვიან თუ გნებავთ სურვილები, თუ გინდათ ინტერესების დაბალანსება უმაღლეს ხელისუფლების უმაღლეს დონეებზე განიხილოთ. ამაზე უარის თქვა პოლიტიკაში არ ჯდება. ეს არის ბრიყული საქციელი უარი თქვა დიალოგზე, ხას უსვამთ დიალოგზე.
თორე მე შემიძლია ამ ხელისუფლებას ორი ხელით დაუჭირო მხარი, რომ არანაირ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში არ უნდა შევიდეს. თუმცა მაინც თავის იდიოტიზმს არ იშვერს და მიდის ევროპისკენ ღირსეული ნაბიჯებით. მაგრამ ეს სხვა თემა, ეხლა არ გავაგრძელებ. დიახ, უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ხას უსვამ, ჩვენ ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან გვაქვს დიდი პრობლემა. ეს არის არასწორი ქართული პოლიტიკის შედეგი, როდესაც ჩვენ სადღაც ბრიუსელში უფრო მიგვაჩნია ჩვენი საქმეების რეალური რეალიზაცია, არა და არაფერი არ არის რეალიზებული და არ იქნება, ვიდრე ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, რომლის გარემოში ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა სახელმწიფოდ დარჩენა და თუ გვინდა სააღი გონიერი ცხოვრება. ჩვენ რა გვინდა, ეხლა ვერ გავიგე, რუსეთის წინააღმდეგი ვიყოთ, ირანის წინააღმდეგი ვიყოთ, თურქეთის ვიყოთ, სომხეთის, აზერბაიჯანის და აქ ევროპული ორიენტაციის გამო კარგად ვიცხოვრობთ, არა. არ მოხდება ეს ასე. ამიტომ ალიანსის შეხვედრა რაღაც დიდ გლობალურ შეთანხმებასთან დაკავშირებული და მე ამ ცოტა ხნის წინ, აი სანამ გადაცემაზე დავზებოდი, შემთხვევით ნახე გვერდზე ამომიგდო, რომ ერთ-ერთი ბრწყალებში პოლიტიკოსი წერს, რომ მალე საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსები გაგდებული იქნებიან და საქართველოში ამერიკის ტერიტორია იქნება და ასეთი ოფოფების ქონა წარმოუდგენელია და ერთ-ერთი კიდე ვითომ ანალიტიკოსი იმას წერს, რომ ტრამპის რეიტინგი მართლა გაიზარდა და ეს ამერიკულ გამოკვლევებში წერია. კაცი არ კითხულობს ამერიკულ გამოცემებს და თავის იდეა ფიქსებს. დიახ, ტრამპის რეიტინგი 54%-ს გადასცილდა ალიასკაზე შეხვედრის შემდეგ და უნდა გადაცილებულოთ თუ არა. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი უნდა იყოს და გაცილებით მეტი იქნება, იმიტომ რომ ეს იყო გლობალური შემოbrunება, იმიტომ რომ ორი გლობალური საომარი, მეომარი და შეიარაღების თვალსაზრისით გლობალური სახელმწიფო დაპირისპირების პირამდე იყო. იქედან გამომდინარე, ეხლა იწყება საუბრები სხვა ფორმატზე, ამერიკელებმა პირდაპირ თქვეს, არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იქნება უკრაინაში და თუკი ევროპელებმა უნდა მისცენ გარანტიები უსაფრთხოებისა უკრაინას, მათ შორის ევროპელებს აქვთ სურვილი, რომ ჯარი შეიყვანოს, ანუ პირველ ეშელონი დაცვისა იქნება უკრაინული, მათი აზრით და შემდეგ თვითონ იქნებიან და მეხუთე პუნქტის მსგავსი რაღაც იქნება, არა ნატო, არამედ ევროპის ქვეყნები. მე ვფიქრობ, რომ თუმცა იქ საინტერესო ის არის, რომ ყველაფერი ეს ამერიკელების ხელმძღვანელობით იქნება, ამათ დამოუკიდებელი მოქმედება მაინც არ იქნება. მე ძალიან შორსა ვარ აი ამ აზრისაგან, რომ რაიმე ამ ტიპის განხორციელდება, თქვენ ნახეთ სრულიად მოულოდნელი რაღაც, რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა მოსკოვში ზელენსკისთან შეხვედრაზე, რუბიომაც განაცხადა, რომ ყველაფერ განხილვაზე მზად არიან რუსებიო, მაგრამ ეს მე ვფიქრობ, რომ არის უფრო წმინდა პოლიტიკური დიპლომატიის გაგრძელება, რომ მხარეები არ იყვნენ გაჯიუტებული. რა მოყვება, მე შემიძლია დღევანდელი გადასახედიდან, რაც დღეს მე ინფორმაცია მაქვს, ფაქტობრივად მე ვერ ვხედავ რუსეთის თანხმობას უკრაინაში ევროპული ქვეყნების ჯარების განთავსებისა. თუ ეს მოხდა, მაშინ გარკვეული და ნახეთ ევროპელები ღიად ამბობენ, ჩვენ ამის გარდა ხელს შეუწყობთ სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას, იარაღის მიწოდებას, ყველაფერს, ესე იგი გარკვეული დროის მერე და ამას რამდენიმე წელი ჭირდება, ევროკავშირის ქვეყნებიც და უკრაინაც ხელახალი დიდი ომისთვის იქნება მზად. მე არ ვიცი ახლა რა შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მაგრამ კონფლიქტი რუსეთთან დაკავშირებით ამოწურული რომ არ არის და ევროკავშირი ყველანაირად აგრძელებს და ნატო იმას, რომ კონფრონტაცია არ მოიხსნას, ეს იქნება ახალი დიდი ომისათვის მზადება.
რას გადაწყვეტენ რუსები ვერ გეტყვით, მაგრამ მე არ ამგონია მათ იგივე შეცდომა დაუშვან, რაც 2022 წლის თებერვალში ოპერაციის დაწყების მერე ზერელად იფიქრეს, რომ ყველაფერი იოლად იქნებოდა, მე არ ვიცი ეს რას უნდა მიეწეროთ, მაგრამ წარედ დაესაჯდნენ ოპერაციის დასაწყისში, არა მარტო მსხვერპლის გამო, არამედ იმის გამო, რომ დასავლეთმა ჩაუშალა მათ მოლაპარაკება, რომელიც სტამბოლში იყო და ყველაფერი სრულდებოდა. ყველანაირი კონფლიქტი მომენტალურად სრულდება, თუ ევროკავშირი და ნატო იტყვის, რომ ესე იგი დასრულდა ნატოს გაფართოება, გამორიცხულია და გამორიცხულია უკვე ამერიკელებმა თქვეს, უკრაინა ვერ მივა ნატოში, გასაგებია უკრაინა თუ ვერ მივა, ჩვენ აგერ არა ვართ გავაძლიერებთ ნატოს, ხო, ამ სისულელეზეა ქართული პოლიტიკა აგებული 2007 წლის მერე. ღიად არგუმენტირებულად წერ, რომ საქართველოს ნატოში და ევროპაში გაწევრიანება გამორიცხულია გეოპოლიტიკური შეზღუდვების გამო. ჩვენ ამ ხრივ, აი ხო გეუბნებით დღევანდელ საინფორმაციოსაც, ანუ ხელისუფლების მე-15 ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკას გეუბნებით. 15 წუთი ევროკავშირზე ლაპარაკობს, ამ დროს ქვეყანაში უამრავი პრობლემა არის. აი ეს შეიძლება ითქვას ფორმატთან დაკავშირებით. მოდით შემდეგი კიდე რა არის? იყო თუ არა ეთნიკურად ქართველი 44 წელს გასახლებული თურქი მესხებისა. ეს ისტორიები კარგად არის ცნობილი, არავითარი თურქი მესხები არასდროს არ არსებულა. ეს იყვნენ თურქები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის მიერ ჩამოსახლებული იქნა მესხეთ ჯავახეთში და იქ რაიმე ქართველებთან მათი აღრევა არ მომხდარა. ესენი არააღრევადი ხალხია. ესენი კულტურულად არაასიმილირებადი ხალხია. თურქებზე გეუბნებით მე. ამიტომ საუბარი რაღაც თურქ მესხებზე გამორიცხულია. მე ვფიქრობ, რომ ისრად ჩვენ ამ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როცა საქართველოს პრეზიდენტი სრულიად უსუსური სიტყვის თქმაც კი რომ არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ ორი სიტყვა დაიმასურა ალბათ თურქულად რომ მიემართა იმ ჯარისთვის, ვერ უპასუხა ერდოღანს იმ მოთხოვნაზე, ფაქტურად იმპერატიული მოთხოვნა იყო და ის გელაპარაკობდა როგორც უფროსი თურქი მესხების ჩასახლებაზე. ხაზს უსვამ, თურქი მესხების ჩასახლება გამორიცხული უნდა იყოს, თუმცა თუ თქვენ კარგად გახსოვთ და მეხსიერება ისეთი გაქვთ, რომ იჭერს ყველა გამოთქვას, როდესაც ბატონი ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა და ევროპარლამენტში გამოდიოდა, მან მაშინ ღიად, აბსოლუტურად ყოველგვარი ფარული განზრახვების გარეშე თქვა, რომ რაც ვალდებულება აქვს საქართველოს აღებული, ყველაფერს შევასრულებდო. ეხლა ამის ჩანაწერი არსებობს, კეთილიანებეთ ნახეთ, ამიტომ ახალი არაფერი არ ხდება. საქართველოს გარე გავლენის შედეგად თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა არ იქნა, რა თქმა უნდა ჩაასახლებს თურქ მესხებს. თუ ეს მოხდა, ჩათვალეთ, რომ ეს მხარე დაკარგულია ქართველებისთვის, პარალელურად დაგეგმილია და ესეც თურქეთის სერიოზული ინიციატივა იყო. ნახეთ, აფხაზეთში ამ ცოტა ხნის წინ იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. მე მაშინვე დავწერე, რომ ეს არის შიდა დაპირისპირება. თურქული ფულით მოსყიდული არასამთავრობოები და ტელევიზიები კი რას ამბობდნენ, აფხაზეთში თურმე პროდასავლური პოლიტიკური ძალა გაჩნდა და პრორუსულ ძალას სინამდვილეში ვინ რას ებრძვის. ებრძვის ის, რომ აფხაზთა ერთი ნაწილი საშინლად შეეწინააღმდეგა ხელისუფლების იმ პროექტს, რომელმაც კანონი პროექტი მოამზადა რეპატრიაციის შესახებ და საუბარია თურქეთში გადასახლებული მოჰაჯირების უკან დაბრუნებას. ეს არის დაახლოებით 500,000 კაცი, უკვე თვითყოფადობას გარკვეულად ინარჩუნებენ, მაგრამ ეს მენტალურად მაინც მუსულმანური თურქი
გავლენის მოსახლეობა, წარმოიდგინეთ აფხაზეთში 9 მილიონი კაცის ჩასახლება, რას გამოიწვევს ჩვენ ამ მხარესაც ჩვენი უტვინო პოლიტიკით ისედაც გვაქვს მიყვანილი უკიდურესობამდე საქმე და ეხლა საერთოდ დაიკარგება ეს ყველაფერი. ესე იგი, თუ 9 მილიონი მესხეთში იქნა განთავსებული, თურქი მოსხები ეგრეთ წოდებული, 9 კიდევ მოჰაჯირები მობრუნებული იქნან აფხაზეთში, საქართველოს ბრიუსელში წავა ღირსებით და ამ ქვეყანაზე მალე უარს ვიტყვით. ეს საკითხი უკავშირდება კიდევ 2-3 შეკითხვა იყო, შესაძლებელია თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე, როდესაც პარლამენტში მოვხდი, ბუნებრივია, როცა ამ თემას დაძაბული მდგომარეობა იყო, მაშინ აფხაზეთთან მიმართებაში რაღაც პარტიზანული მოძრაობები იყო, მოკლედ სიცხლე იღვრებოდა კიდევ და ასე შემდეგ. ეხლა მე ვიცოდი, რომ განხილვები იქნებოდა ერთია, როდესაც შენ მოქალაქე ზიხარ და არავინ გეკითხება ამას და მეორეა, როცა შენ ვალდებული ხარ რაღაც პოზიცია დაიკავო, იმიტომ რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრი ხარ. მე დავიწყე შესწავლა, რამდენიმე თვე დავკარგე ამისთვის, ძალიან ღრმა თუ რაიმე მასალები იყო ხელი მიმიწვდა, დავწერე კვლევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ. დავწერე იგი იმ ფორმით, რა ფორმითაც იწერება სტრატეგიული კვლევის ცენტრებში. მოურიდებლად ღიად ყველა აღწერე, საიდან იწყება პრობლემა. ქართველების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მოჰაჯირობის დაწყებიდან. და რა იყო კონფლიქტის მიზეზი, იცით? ქართველების გავლენიანი ნაწილი მომხრე იყო მოჰაჯირობისა. ცხადია, მოჰაჯირობა, ანუ ისლამის მიმდევარი აფხაზების განდევნა, გასახლება აფხაზეთიდან იყო რუსეთის იმპერიის ნაბიჯი, მისთვის ახსნილი ჰქონდათ რატომ, თუმცა რუსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გამოეყენებინათ ქართველთა ეს მერყეობა და არასწორი პოზიცია და ფაქტობრივად ჩვენსკენ მოაშვირეს ხელი. ესე იგი, მე დეტალურად განვიხილე ყველაფერი, დიდი ხნის ისტორია. ეხლა შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 175 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს იმ უბედურებას, რომელსაც ქვია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუარესება. ამან გამოიწვია თავისი შედეგი. ჩვენ არაერთი შეცდომა დაუშვით, აფხაზებმაც არაერთი შეცდომა დაუშვეს, ჩვენ 90-იანებში გავითამაშეს ის სიზუსტე, აფხაზებსაც გაუთამაშეს და ქართველებსაც გაუთამაშეს და აი რუსები რო იტყვიან ლოხებივით დაგვატაკეს ერთმანეთს, გაგთიშეს, ამ დროს უზარმაზარი გეოპოლიტიკური ინტერესი იდებოდა, გადაკეტეს რუსეთ-ირანის ურთიერთობის ხაზი, ყველაზე მოკლე და ყველაზე მოსახერხებელი ხაზი, სომხეთი მოგვაქცევინეს იზოლაციაში, მიუხედავად არაერთი თხოვნისა სომხებისა, საქართველოს მაშინდელი და შემდეგი ხელისუფლება, როგორც არათავისუფალი ხელისუფლებები, არ დაუდგნენ გვერდით საკუთარ სახელმწიფოს და არ მიეხმარნენ სომხებს ხაზსუსვამ. იზოლაციაში გამოსვლაში არ მიეხმარნენ სომხებს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგებაში და ჩვენ დღესაც ჯიუტად არ ვაღიარებთ აფხაზეთს. მაგრამ რა ნაბიჯი გადაიდგა 1993 წლის აფხაზეთს აღიარებ არ აღიარებ, რა თქმა უნდა აღიარო დამოუკიდებელი აფხაზეთი, მაგრამ თუ შენ გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პირველ რიგში აფხაზებია მოსაბრუნებელი. აფხაზებს კი ვერ მოაბრუნებ დიალოგის გარეშე, ურთიერთობის გარეშე, ქართულ პროექტში აფხაზების შემოყვანის გარეშე. ეს იყო ტოტალური შეცდომა 90-იანებში, როდესაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პროექტი მუშავდებოდა და ჩვენ არც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებს და არც მით უმეტეს გაცილებით თქვათ ბუნებრივ
მოკავშირეს და ერთი სახელმწიფოს ქვეშ ყოფ აფხაზებს და ქართველებს არ მივეცით პროექტში მონაწილეობის უფლება და აქედან შემოვიდა ის სრულიად გაუმართლებელი მოსაზრებები, რომელიც მე დღესაც მეცით, ესენი აფსუები არის, აფსუები თქვენ ახართ, ვინც ამაზე ფიქრობთ ასე. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა ტრაგედიის ქვეშ დადგა საქართველო, როგორ გამოგიყვანეს აფხაზეთიდან, რა იყო ამის მიზეზი და თქვენ გინდათ ეს ყველაფერი აფსუობას მიეწეროთ. აფსუები თქვენ ახართ და რა ის ხალხი, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს. ამიტომ ამ პროექტში, რომელიცაც საიდუმლო გრიფი დაედო, რამდენიმე წელი ჩემს მომზადებულ პროექტს გრიფი საიდუმლო დედო, ყველაფერი გაწერილია. არის ძალისმიერი მოქმედებები, ძალისმიერი არ არის ომი, სხვადასხვანაირი მეთოდებია ძალისმიერი, ყველაფერი აღწერილი მაქვს პლუს მინუსით, რა შეიძლება მოყვეს, მათ შორის იმ დროისთვის იყო გაცვლითი სტრატეგია რუსეთთან, ჩეჩნებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვწერდი, რამდენად საშიში იყო ეს ყველა. მე არის ზუსტად ყველა სამშვიდობო გზა გაწერილი, ყველაზე მთავარი მითითება და საფუძველი, რაც არის ქართველებისთვის აფხაზებთან მიმართებაში, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, აფხაზური კულტურა არის ქართული კულტურის ორგანულად შემადგენელი ნაწილი, სუბკულტურა, ისევე როგორც იმერული, კახური, სვანური და ასე შემდეგ. ამ უზარმაზარი კულტურული პლასტის დახურვა არა მარტო ტერიტორიული დანაკარგია, არამედ გაცილებით დიდი დანაკარგია. მე ამას თუ დაკარგავ, მე სხვა რამეებს დაკარგავ კიდევ და მე უკვე აღარ მინდა ამ სცენარზე ვისაუბრო. ესე იგი, ყველაფერი გაწერილია, შესაძლებელია თუ არა დაბრუნება. დღევანდელი და ბოლო 33 წლის განმავლობაში ხელისუფლებების საქციელი გვეუბნება, რომ ამ ხელისუფლებებს აფხაზეთის თემა დახურულია საერთოდ ფეხებზე კიდიათ. მე პარლამენტში ვიყავი და მესმოდა, როგორ უშლიდნენ ქართველები ოდნავ მაინც გაჩენილ დადებით შესაძლებლობას აფხაზებთან საუბრისა. გეუბნებით ღიად. ასე იყო. ეხლა, როდესაც გეოპოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა, რუსეთს დაკავებული აქვს ორი ტერიტორიული ნაწილი, სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული და ხედავს საქართველოს ხელისუფლების, მოდით პირდაპირ თქვათ, რასაც ვერ ამბობს ეს მშიშარა ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით. იმიტომ რომ არ შეიძლება ერთს ლაპარაკობდე და მეორე გინდოდეს. ან ჩუმი გზებით დადიოდე და რაღაცას ესე იგი დაალაგებდე. დღეს ამას უკვე მაპატეთ და ქუჩურად რომ გითხრათ, ვინ ჭამს, არავინ არ ჭამს. ეს ჩვენ გონიათ, რომ ყველა შეგვიძლია რაღაცა ვაჭამოთ, მოვატყუოთ, ლავირება გავაკეთოთ. 1000-ჯერ ახსენე და გითხარით. ლავირება არის სიგლახის ნიშანი. როდესაც შენ ლავირებ, შენ საკუთარ სიგლახეს აჩენ. ლავირება კი არ უნდა პოლიტიკაში. პოლიტიკაში დღეს უნდა გამოკვეთილი პოზიცია და ეს პოზიცია 1000-ჯერ დავასაბუთე. მე რომ ეს არის მიუმხრობლობის პოზიცია, როცა შენ მუშაობ რუსეთთან, როცა მუშაობ ამერიკელებთან და მათ ერთმანეთში გადაწყვიტონ, შენ მხარე არ ახარ და შენ არ უნდა იყო მხარე ამ დაპირისპირებაში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების უსუსური პოზიცია, უსუსური ლექსიკა და იმ ოპოზიციის, იმ საცოდავი ადამიანების ხორხოცი იმაზე, რაზეც ხდება, საქართველოს ფაქტიურად უპერსპექტივო ქვეყანას ქმნის. მითხარით, რის საფუძველზე შეიძლება საქართველო აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ეხლა უფრო კატასტროფულ რამეს გეტყვით. აი, ცელდება. ხო, აი, ერთ-ერთი პოლიტიკოსი ბჭყალებში კიდე ვიღაც ანალიზებს აკეთებს, რომ ჩვენო დღეს უნდა დავიცადოთ, აი, როცა რუსებიო კისრისხლით გაყრიან აქედან,
რუსებსო, მაშინო ვეძგერებით აფხაზებს და ჩვენ დავალაგებთ აფხაზურ საკითხს. ახლა მე გეკითხებით თქვენ. როგორ ფიქრობთ, აფხაზი შენზე ნაკლები ჭკუის პატრონია, შენზე ნაკლებად ესმის რაიმე, როდესაც ამას გააგონებ, რომ მაიცა ცოტა ხანი მე შენ დედას გიტირებ, როცა რუსებს აქ ამერიკელები დედას უტირებენო, ეხლა მითხარი შენ, როგორ უნდა აღადგინო ტერიტორიული მთლიანობა. ეხლა კიდე ის გავრცელდა, რომ აქ ტერიტორია ამერიკის იქნება და ესე იგი ყველაფერი ისე იქნება. მე კიდე გეუბნებით, მე უამრავი სისულელე მაქვს გაგონებული. არაერთი სისულელეს ყოველთვის დავპირისპირებივარ და მithქვათ, გონიერი პოლიტიკოსი არ შეიძლება ასე ფიქრობდეს, გონიერი პოლიტიკოსი არ შეიძლება ამაზე აგებდეს თავის პოლიტიკას, ამიტომ აფხაზეთის თემა რომ ყავდეს ხელისუფლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უნდა იყოს. დღეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა საქართველოს აძლევს დაიკავოს უნიკალური პოზიცია, გონიერი პოზიცია. სამხრეთ კავკასიაში გაჩნდა ბალანსების აუცილებლობის შექმნის პრობლემა. აზერბაიჯანი, რომელიც განვითარდა, გაძლიერდა, თავისი მიზნები შეასრულა, დომინირებულ სახელმწიფოდ წარმოიდგენს თავის თავს და ტერიტორიული მთლიანობასაც გარკვეულად საფრთხეს უქმნის, იმიტომ რომ ღიად ამბობს თუ რა პრეტენზიები აქვს ტერიტორიული საქართველოს მიმართ და სომხეთის მიმართაც. ამ სიტუაციაში ყოველდღე ბრიუსელზე ლაპარაკი, რომ 2030 წლის ჩვენ შევალთ, ესე იგი ევროკავშირში რო შეხვალ, აფხაზეთი პრობლემები იქ სადაც გააქვს ძალიან ძლიერ ეთნიკურ ჯგუფების კომპაქტურად ის რაც გაქვს ქვემო ქართლში, ის რა გაქვს სამცხე-ჯავახეთში, რითი მოგვარდება რუსთაველზე LGBT პრაიდებს გამართავ და საქართველოს წელში გასწორდება რა, ხასოცა. საქართველო არ გაერთიანდება ევროკავშირში, თუ გაერთიანდება დღევანდელ ევროკავშირში, საქართველო უბრალოდ დასრულებული იქნება, ამიტომ მე მოგიწოდეთ ყურადღებით მოეკიდეთ იმას, რასაც ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატორები საუბრობენ. ჩვენ არ ვართ პარტია, ჩვენთვის არაფერი არ გვინდა. ჩვენ ამ ქვეყნის ძლიერება გვინდა, თვითყოფადობის შენარჩუნებით და გადარჩენა გვინდა და ახალი თაობისთვის ძალიან კაი თაობა ჩანს, კიდე გეუბნები, ნუ გონიათ თქვენ რუსთაველზე რომ ახალგაზრდები დადის მოტყუებული ბევრი. იქედან ბევრი დაბრუნდება ნორმალურადზე, როცა სიტუაცია შეიქმნება, ისინი არიან უმრავლესობაში არა, უმრავლესობაში ნამდვილად კაი ქართველი ახალგაზრდებია, რომლებსაც გული შესტკივად ეძებენ საყრდენებს და მე ვცდილობ ეს საყრდენები მათ შეუქმნა წარმოდგენებში და ცხადია საყრდენი იქნება თავისთავად ქართველთა გაერთიანებაში. ჩვენთვის არაფერი არ გვინდა, ჩვენ არაფრით არ შეგაწუხებთ თქვენ, მაგრამ ამ ქვეყნისთვის ჩვენ ძალიან ბევრ ვინმეს შევაწუხებთ. მათ შორის ხელისუფლებაში, მათ შორის ოპოზიციაში ძალიან დიდ შევაწუხებთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ რჩება. მოდით კიდევ ვნახავ რა არის. დიახ. ერთი ახალგაზრდა მთხოვს, აი ხიდის აფეთქება მოხდა იცით თქვენ და საქართველოს დანაშაულეს უკრაინაზე, ეს რუსეთზეა საუბარი, ყირიმზე და ასე შემდეგ. მე უნდა გითხრათ, რომ ის რაც მე ვიცი, ის ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანამ გაიარა საქართველოს საზღვარი ზემო ლარში. ეს ზუსტად არის ცნობილი. კარგია ეს, ცუდია ეს, კარგად ვაკეთებთ ჩვენ რომ ვეხმარებით რუსეთის აფეთქებაში, ხო? მე კიდე გეუბნებით. გონიერ ხალხს ამნაირი სისულელე თავში არ უნდა მოვიდეს. თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის. იმიტომ რომ
საქართველოს საზღვარს ასაფეთქებელი ნივთიერებები და იარაღით სავსე სატვირთო მანქანა ვერ გაივლის. უნდა გაატაროს შეგნებულად. მეორე, ამას უკავშირდება. ამიტომ ცუდია. ამას უკავშირდება. დაიბეჭდა რომ რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს იმ მონაცემებში, სადაც არის ყველა ის ქვეყანა, რომელიც იარაღით ეხმარებოდა უკრაინას. მათ შორის არის საქართველო. მე ვერ გეტყვით, რამდენად სწორია ეს, თუ არ არის სწორი, მაგრამ თავისთავად თუ ეს ჰაკერები ნამდვილად შეაღწიეს სადღაც და ნახეს, ესე იგი ალბათ ნამდვილი არის. ის რომ საქართველომ ხოთის ნავსადგურიდან საფრანგეთიდან გამოგზავნილი იარაღი გაატარა სომხეთისთვის და ამას მოყვა აზერბაიჯანის ცუდი შეფასება, ეს ნამდვილია. რატომ გეუბნებით მე? როდესაც ორი მეზობელი სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს დაპირისპირებულია, შენი მოვალეობა არის, შენ ას ისტორიული ფუნქცია ქონდა, შენ უზარმაზარი ავტორიტეტი ქონდა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დაკარგე და გაანულე. შენ იწყებ ცალმხრივ თამაშებს და ამ სამხრივმა თამაშებმა შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დატოვოს. რამდენად შესაძლებელია აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა და თუ გარანტიები არ იქნა, რამდენად თქვათ უსაფრთხოა ეს ყველაფერი. რკინიგზის გახსნა არ გახსნა გლობალურ პოლიტიკურ მოწესრიგებაში უნდა იქნას დანახული. როდესაც სომხეთი, შენი მეზობელი ქვეყანა გთხოვდა, რომ ძიმე მდგომარეობაში ვარ, გამიხსენით გზა, რომ ვიარსებო, სომხეთი ჩვენ დავტოვეთ ირანის სამარა. ირანმა უზარმაზარი დახმარება გაუწია სომხეთს. ჩვენ დახმარება სომხეთისთვის არ გაგვიწევია. ეხლა ის რომ ბიზნესისთვის გალფს, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი პირები უზიან წილში, შეაქვთ ნავთობპროდუქტები, ფულს აკეთებენ, ეს დახმარება არ არის. ამიტომ რკინიგზის გადაკვეთა არ იყო სომხეთის წინააღმდეგ მიმართული, იყო ირანის, რუსეთის წინააღმდეგ. თუ კი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოვდივართ და მით უმეტეს აფხაზებთან გაგვიჩნდა პრობლემა, ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შეგვეწყო, რომ საქმიანი ურთიერთობები აფხაზეთთან არ მოშლილიყო. რკინიგზასაც ემუშავა სხვა რამე, ჩვენ არ ვცნობთ რაც ქვია, კიდე გეუბნები. ესე იგი, ჩვენ პარტიზანულ ზომს ვაწარმოებდით აფხაზეთის გაგიჟების დონემდე ვიყავით, მის ხო საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მოქალაქეებთან პარტიზანულ ომს აწარმოებდით. რაც მე იმ ჩემს პროექტში დეტალურად მაქვს აღწერილი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ამან მე ვფიქრობ, რომ თავისი როლი შეასრულა ამ მოძრაობის შეჩერებაში. მეორე, მე არაერთხელ მithქვამს, რომ დაფინანსებები უნდა გამოყოფილიყო და ჩვენ ყველანაბიჯი უნდა გადაგვედგა აფხაზი ახალგაზრდებისთვის, მათი აქ მოწვევა განათლების მისაცემად და ჩვენ რა ვქენით, იზოლაციას უკეთებთ ჩვენ ხალხს არა და ჩვენ გვინდა დაველოდოთ ამერიკელები როდის გალახავენ რუსებს და მერე ჩვენ ვიცით, რასაც უზამთ აფხაზებს, ხო? მითხარით ახლა ქართული გამოცდილების, ქართული ისტორიის მქონე ხალხი ასეთ პრიმიტიულ აზროვნებამდე თუ დავა, მაშინ რა გამოვა აქედან? აქედან რაიმე შედეგი შეიძლება გამოვიდეს? არანაირი შედეგი არ გამოვა. მე იმ პროექტში საშინლად წინააღმდეგი ვიყავი იმ ჯარის ჩაყენებისა იქ ენგურზე, როცა უკვე ის უბედურება მოხდა და ენგურამდე მოვიდნენ. მიეცი ადამიანებს, კაცო, საქმიანი ურთიერთობის ერთმანეთთან წარმოების უნარი სარგებელია, ხო?
ნახეთ, ერგნეთის ბაზრობა არსებობდა, ქართველები თავისუფლად, მართალია პოლიტიკურად არ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ადამიანებს შორის ურთიერთობა ხო ფაქტიურად აღდგენილი იყო, ყველა სარგებელს იღებდა. ეს მე სხვათა შორის მოვყევი, რომ ყველაფერი სარგებელზე აგებული, გონიერებაზე აგებული. ერევანში, როდესაც ევერტის ფონდმა ლექციებისთვის მომიკითხა, ძალიან მიმიწვია, ძალიან სერიოზული ხალხი ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან თოქ-შოუს წამყვანები. მე ამაზე ვესაუბრებოდი სარგებელზე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მითხრა, რომ აი მეორე დღეს მითხრა, იმ დღეს არა. თქვენი არგუმენტების გასაძლიერებლათო ერთ ასეთ ამბავსო შეგაშველებთო, იმიტომ რომ ჯერ იფიქრა ყველაფერი და მერე მითხრა. ომი მიდიოდა აზერბაიჯანს სომხეთს შორის და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აქეთ სომხებს ჰქონდათ რესტორანი. აზერბაიჯანელებმა და სომხებმა გათხარეს გვირაბიო და რაც ამ რესტორანს ჭირდებოდა, აზერბაიჯანელები იქედან აწვდიდნენ. ესე იგი, ხალხმა, რომლებიც გვერდ ცხოვრობდა, ურთიერთსარგებლობის მიღების მიზნით მონახა გზა. მიუხედავად იმისა, ხელისუფლება სულ სხვა პოზიციებზე იყო. ეს არის ამოსავალი. ეს არ ესმის ქართველების დიდ უმრავლესობას. შენ ისტორიულ ანალოგებზე ვერაფერს ვერ ააგებ. დღევანდელობა არის დღევანდელობა, დღევანდელობა არის მოცემულობა. ამას ისტორიული პარალელები არ გააჩნია. ამ კოორდინატთა სისტემას არანაირი უკან შესაფასებელი არ აქვს. ეს მოცემულობა არ ითვალისწინებს და არ შეიძლება თემა იყოს აფსუების და კიდე რაღაც იდიოტობის მოგონების. ეს მოცემულობა და თუ ხალხი ერთმანეთისგან არანაირ კავშირში არ არის, არანაირი ურთიერთობა არ აქვს, შენ ვერასდროს ვერ მიაღწევ იმას, რომ რაიმე აღადგინო. ეს რაში მჭირდება მე ვინმესთან ურთიერთობა? თუ კი ის არაფრის მომცემია არანაირად. ახლა მოდი დავაკვირდეთ სხვა რამეს. რუსოფობია, რომელიც კრეტინიზმის დონეს აღწევს საქართველოში და საქართველოსთვის რუსეთი როგორც პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი. კიდე გეუბნებით, ასეთ შეუსაბამობას მსოფლიოში ერთ მაგალითს თუ მაინც მიჩვენე. რატომ ხდება? თან ნომერ პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, საკმაოდ დიდი ფული შემოდის იმ ქართველებისგან, რომლებიც იქ არის, სულ პირველები იყვნენ, მერე მეორებ გააჩნია ეს დროის მიხედვით როგორა და შენ რუსოფობიაში კლავ ყველაფერს, იმიტომ რომ რუსოფობია გამოდის არა სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებიდან, არამედ გარედან თავს მოხვეული დაფინანსებული იდეოლოგიური შტამპებისგან. ეს შეუსაბამოები იმისთვის თუ ჩვენ გვინდა ქართული სახელმწიფო უნდა მოხსნათ და ჩვენი ურთიერთობა ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან პრაგმატიზმის, გონიერი პოლიტიკის და პირველი რაც მთავარია უსაფრთხოების, უზრუნველყოფის პოზიციებიდან უნდა ავაგოთ. აქ მიყვარს არ მიყვარს, ეს იდეოლოგია კაია, ის იდეოლოგია ცუდია, მე ეს მინდა, მე ის არ მინდა. ეს არის ბავშვები გინახავთ თქვენ ზოგიერთი ძალიან ესე იგი ავზნიანი ბავშვები არიან. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა სწორედ ასეთ ავზნიანი ბავშვების საქციელს გავს. ხასუსა ყველაფერი რაც კულტივირებულია დღეს საქართველოში არ ემსახურება საქართველოს მომავალს და სამწუხარო ის არის რომ ჩვენ ხელისუფლების დონეზეც კი არა გვაქვს ეს გააზრებული. მე ვეცდები და ვცდილობ რომ ეს სიცარიელე შევავსო, ჩვენ პრაგმატულ აზროვნებაზე უნდა გადავიდეთ. ჩემი მთელი ენერგია მიმართულია შრომა, რასაც ვაკეთებ ერთადერთი რამისკენ. მე უყურებ შესანიშნავ ახალგაზრდებს, ძალიან განათლებულ,
ძალიან გულიან, ძალიან ქართველ ახალგაზრდებს მე მათ მინდა საყრდენები შეუქმნა, ორიენტირები გაუჩინო, დანარჩენს თვითონ იფიქრებენ და მე არ მინდა იმ ჭაობურ აზროვნებაში დარჩნენ ხაზს ამ ახალგაზრდებს მივმართავ. შეხედეთ დღევანდელობას, შეხედეთ საშუალო და უფროსი თაობის საკმაოდ დიდ ნაწილს არასდროს გახდეთ ისეთები. თქვენ გაქვთ ფანტასტიკური კულტურა. თქვენ რა კი ასეთები ხართ, თქვენ ამ კულტურის მადლი შეგეწიათ უკვე. ეხლა უკვე განათლება უნდა, ფათო ჰორიზონტი უნდა, საკუთარ კულტურაზე დაყრდნობით ძალიან ფართო ხედვები გინდათ, ყველა კულტურა უნდა იცოდეთ, ყველა კულტურა უნდა შეგეძლოთ, გაითავისოთ და თქვენ უფრო მდიდარი იქნებით და უფრო ღონიურად მოვლით ამ ქვეყანას. გზა, რომელსაც ადგას დღეს საქართველო და მენტალურად რა მდგომარეობაშიც არის, დიდი ნაწილი არის გზა კატასტროფისკენ. თუ ასე გაგრძელდა 7-8 წელიწადში ამას ვიმეორებ განუწყვეტლივ ქართული სახელმწიფო დაიკარგება ქართველებისთვის. ეროვნულ უმცირესობაში გადასული ქართველები აქ არანაირ გავლენას ვერ მოახდენენ ვერც პოლიტიკურ პროცესებზე, ვერც გადაწყვეტილებებზე და ვერც საკუთარ მომავალზე. ეს ეროვნულ უმცირესობაში გადაყვანილი ქართველი უახლოეს წლებში, როცა ეს მოხდება, კიდევ უფრო მცირედამდე იქნება დაყვანილი და გითხარით, აგიხსენით, გათვალისწინებულია დაახლოებით 300,000 ქართველის დატოვება. გასაგებია უამრავი შავის. მე მგონი ყველა კითხვა ამოვწურე, რაც კი მქონდა, გითხარით ივანე ჯავახიშვილის სტატიაზე და რუსოფობიაზე ცალკე გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ზერელე თემა არ არის. ამიტომ დიდი მადლობა ყველას, მე ყურადღებით ვნახულობ ყველა გამოძახილს, ყველა კომენტარს, ყველა კითხვას ამოვიწერ და ხვალ 9 საათზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. უკვე მიმოხილვა იქნება საშინაო საგარეუბო პოლიტიკის ახვალ 2 საათზე მე ვიქნები აგრეთვე ჯორჯიან ტაიმში, ქალბატონ ნინო ხაჩიძის საავტორო გადაცემაში და იქაც მსურველებს შეგიძლიათ ნახოთ. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა რომ უყურებთ ამ გადაცემას. კარგად იცოდეთ რომ ეს რაოდენობა ადამიანისა, რომელიც ამ გადაცემებს უყურებს, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე ძალღონეს არ დავიშურებ რომ რაც კი ჩემი შესაძლებლობის ფარგლებშია გავაკეთო. დიდი მადლობა, დროებით დაგემშვიდობებით ხვალამდე.